პირდაპირი გაგებით ვამბობ. რუსეთს არ უნდა რომ საქართველო არსებობდეს. ის ყოველთვის ეძახდა საქართველოს და კავკასიას მის უკანა ეზოს და არ უნდა რომ არსებობდეს ესეთი ქვეყანა, როგორც არის ჩვენი საყვარელი პატარა ლამაზი საქართველო. ღირსეული ქვეყანა. ყველა ის ადამიანი, რომელიც რამენაირად ლაპარაკობს, სანამ ოკუპირებულია ჩვენი რეგიონები. რამენაირად ლაპარაკობს, რომ იცი რუსეთთან რაღაცნაირად მოდი დავიწყოთ ესეთი ლაპარაკი. ეს არის და რაღაცა იმებზე ლაპარაკობენ, ნეიტრალიტეტებზე, ხო? ისინი სარგებლობენ ხალხის გაუთვითცნობიერებლობით, სპეკულირებენ და პირდაპირ რუსულ იმას ატარებენ პროპაგანდას, ხო? იმიტომ რომ თრიალეთსაც მაგიტომ ექმნება თქვენს ტელევიზიას პრობლემა. ხო? ჩემი ფილმი ორჯერ უნდა დატრიალებულიყო. ალბათ იცით ბოსტონის კონფლიქტის ზონაში ორჯერ უნდა დატრიალებულიყო და ორჯერვე დამიბლოკეს უნივერსიტეტმა. სხვადასხვა რაღაცა გაურკვეველი მიზეზებით. ორჯერვე უნდა ყოფილიყო ჩვენება გორში. ხდები ის მოტივი რა თქმა უნდა თქვენი ტელევიზია თრიალეთი, როდესაც ესეთ სიმართლეს იძახის, რა თქმა უნდა იქნება ზეწოლის ქვეშ, რა თქმა უნდა. ხო? იმიტომ რომ ეს არის ერთი პატარა ტელევიზია რეგიონალური რესურსები ისედაც ძალიან რთულია და ესეთი ცენტრალურ ოპოზიციურ ტელევიზიებს იმას ქალაქ რომლებიც თბილისში არიან იმათ უჭირთ არსებობა და წარმოგვიდგენია თრიალეთი რატო? მხოლოდ იმიტომ რომ სიმართლის თქმის მოსმენის ეშინია. არ უნდათ. იმიტომ რომ უნდა მერე გახმოვანდეს როგორ იპარავენ ბიუჯეტს ჩვენს ფულს ის მეგობრებო ეს არის ჩვენი ნაშრომი ფული რომელსაც ისინი იპარავენ ჩვენი ნაშრომი ფული ჩვენი ნაწვალები აი მე ხო ვიცი როგორი შრომა არის ქართლში რომ ორი კაპიკზე დაადო ხო მე ხო ვიცი ეს როგორია ისინი ამას იპარავენ ამაზე ძიმე ამაზე მეტი სამშობლოს ღალატი მე არ ვიცი როდესაც შენს თანამოქალაქეს მის ნაშრომ ფულს პარა მე რა თქმა უნდა ცალსახად სიმართლის თქმელ ტელევიზიებს ექნება პრობლემა იმიტომ რომ პირველ რიგში ხელისუფლება რომელიც რამე ფორმით მოვიდა სათავეში ის პირველ რიგში პასუხისმგებელია ხალხის წინაშე პირველ რიგში ხალხის წინაშე არის პასუხისმგებელი ის მას კი არ უნდა იწევდეს მიმართეთ პრესცენტრს რომ თავდახრილი უნდა იწევდეს რომ შემეკითხეთ რომ გიპასუხოთ რომ მართალია არა ის კი არა რომ კითხვის პასუხისმგებელი